ირაკლი თევზაძე სამეცნიერო ინტელექტუალური კლუბის თეობათა დიალოგის გენერალური მდივანი ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას არასამთავრობო სექტორთან დაკავშირებით. მისი თქმით, ახალი საკანონმდებლო ცვლილებები ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს. ეს არის იმ სტრატეგიის გაგრძელება, რომელიც პირდაპირ მიზნად ისახავს მედიის და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განადგურებას, დასუსტებას და ფაქტობრივად ამ კანონით ცდილობენ, რომ ერთი ადამიანის გადასაწყვეტი იყოს, ადამიანები მიიღებენ თუ არა მხარდაჭერას, სტუდენტები გააგრძელებენ თუ არა განვითარებას, შშმ პირები შეძლებენ თუ არა მათთვის ღირსეული პირობების შექმნას და იმ ადამიანების მხარდაჭერას მოახერხებენ თუ არა ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები და მედია ორგანიზაციები, რომელსაც ეს ხშირად ძალიან და სასწრაფოდ ესაჭიროებენ. ეს კანონი არის მიმართული იმაზე, რომ საქართველოს ხალხი, რომელსაც მხარდაჭერას უწევდა საერთაშორისო თანამეგობრობა, დატოვონ მარტო და იყვნენ იმ ძალების იმედად, რომლებიც პრინციპში ხშირ შემთხვევაში არც თუ ისე ემპათიურები არიან მათ მიმართ. ჩვენ რომ ხელი მოვაწერეთ ევროკავშირთან ასოცირების და შემდგომი ნაბიჯებისთვის მიტოვა ის ენპარდის პროექტები, რომლითაც გვაფინანსებენ და ცდილობენ რომ ჩვენი სოფლის მეურნეობის მიმართულებით და ადგილობრივი ტურიზმის მიმართულებით განვითარდეთ. თუ არ მოვაწერდით ხელს, არც ეგ გრანტები არ იქნებოდა და ვის ატყუებთ უბრალოდ. მართლა სირცხვილია ეს ყველაფერი. საკითხზე კომენტარი გააკეთა პოლიტიკური მოძრაობის თავისუფლების მოედანი წარმომადგენელმა მათე ჩაფიჩაძემ. მან იმ პროექტებზე ისაუბრა, რაც წლების განმავლობაში სწორედ უცხოური საგრანტო დაფინანსებებით ხორციელდებოდა ქვეყანაში და იმ შედეგებზე, რაც ამ პროექტებმა მოუტანა ქვეყანას. ძალიან კარგადაც იციან სინამდვილეში მეტწილად ორგანიზაციების უმრავლესობა რა პროექტებს ახორციელებს საქართველოში და რასთან არის ეს დაკავშირებული. აი მარტივ მაგალითს ვიტყვი რა. ახლა ორგანიზაციები, რომლებიც გარემოს დაცვაზე ზრუნავენ, იმ გამონაბოლქვისგან თავისუფალ ჰაერს ყველა ჩვენ ერთად ხო ვსუნთქავთ არა? ანუ ამიტომ ვამბობ, რომ იგივე იმ განათლების სისტემაში ჩვენ ხო გვახსოვს სკოლები სად ვიყავით არა? რა რთული მდგომარეობა იყო, დენი არ ქონდა, წყალი არ ქონდა და ეხლა გარემონტებულ შვენიერ სკოლებში გვიწევს მათი მხარდაჭერით და მათი დახმარებით და ეხლა ამაზე ესე ცინიკურად, ანუ საბოლოო ჯამში მე ვიტყოდი, რომ ეს იმიტომ ჭირდებათ, რომ ქვეყანამ შეცვალა კურსი და ეხლა ცდილობენ, რომ ის ყველაფერი რაც აქამდე იყოს, ანუ მოუძებნონ რაღაც თავისებური ახსნა, რომ საზოგადოებას თითქოს წარმოუდგენა შეეცვალოს და ნუ მე აბსოლუტურად ჯერა რომ საზოგადოების დიდი უმრავლესობა და ჯერა ამის რომ ნამდვილად არის ქართულ რეალობაზე მორგებული და ისინი კარგად ხედავენ იმას თუ რა გჭირდება მართლა და ხედავენ იმ მხარდაჭერასაც და დახმარებასაც და არჩევენ მტერსაც და მოყვარეს მარტივად და გასაგებად რო ვთქვა. არასამთავრობო სექტორი ამ ეტაპზე გამოსავალს ერთად დგომასა და ერთად ბრძოლაში ხედავს. მე ვფიქრობ, რომ ძალიან მარტივია, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ერთად, უნდა ვიყოთ რაც შეიძლება მზად ესეთი გამოწვევებისთვის და რაც მნიშვნელოვანია არის ის, რომ არ დავნებდეთ, გავაგრძელოთ მუშაობა იმისთვის, რომ ყველამ გაიგოს, რომ ეს კანონი არათუ რაიმე სხვა დადებითი მიზნით არის შექმნილი, არამედ არის იმისთვის, რომ კონკრეტულმა ადამიანებმა გადაწყვიტონ, ვის ჭირდება მხარდაჭერა და ვის არა, ვინ მიიღებს ამ მხარდაჭერას და ვინ არა.